ეს მე მგონი სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ქართველები ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად 9 მაისს, ესეც სიმბოლურია, აღნიშნავთ ევროპის დღეს. 75 წლის წინ ამ დღეს რობერტ შუმანმა თავისი დეკლარაციით საფუძველი ჩაუყარა ამ მართლა საოცარ ერთობას. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა ამ საოცარ ერთობას, რომელიც ეყრდნობა კეთილდღეობას, კეთილდღეობისგან სწრაფვას და დემოკრატიას და რაც მთავარია თანასწორ უფლებიანობას. აი მე მინდა დღეს ამ სიტყვას გავუსვა ხაზი. ეს იცით ჩემთვის პირადად იყო შოკის მომგვრალი, როდესაც პირველად ჩავედი სტრასბურგში, მაშინ ჩვენი დელეგაცია მიიწვიეს, საპარლამენტო დელეგაცია მიიწვიეს სტუმრის სახით ევროპის საბჭოში. და როცა იქ რეალურად ვნახე, რომ აი პატარა ლუქსემბურგს და ანდორას ზუსტად ისევე ჰქონდათ ერთი ხმა, როგორც საფრანგეთს და გერმანიას მაგალითისთვის. აი ეს იყო ჩემთვის საოცრება, იმიტომ რომ მთელი 70 წელი რომელიც გავატარეთ საბჭოთა კავშირში, აი ვიცხოვრეთ ასე, რომ ვითომ თანაბარ საფუძველზე ვიყავით გაერთიანებულები სხვადასხვა რესპუბლიკები და ვითომ არ გვყავდა ერთი დიდი ძმა, რომელიც განაგებდა ყველაფერს. აი იმდენად ყველაფერს ვარ, ჩემი სცენარის დამტკიცება მოსკოვში ხდებოდა და მერე მასალის ჩვენება და მერე მსახიობების დამტკიცება. ესეც მოსკოვს ეხებოდა. ჩვენ აქ საქართველოში ვერ ავირჩევდით ჩვენით მსახიობებს და ასე შემდეგ. და იქ ვნახე ეს რას ნიშნავს მართლა თანასწორუფლებიანობა. და რაც მთავარია, აი პატივის პატარა ერების მიმართ. ეს მე მგონი დღევანდელ სამყაროშიც არის განსაზღვრელი. აი როგორი დღის წესრიგი გვექნება, იქნება თუ არა დაცული პატარა ერების უფლებები, ისევე როგორც დიდი ერების. აი ეს არის ქვაკუთხედი დღევანდელი სამყაროსი. და ამისთან დაკავშირებით აი ვფიქრობდი იმაზე, რომ აი რომ შეგადახედოთ ჩვენს მრავალ საუკუნოვან ისტორიას, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მარტო. აი გამწირულები ვიყავით მარტოობისთვის. ეს ისტორიულად იყო დეტერმინირებული, იმიტომ რომ აი ესე მოხდა გეოპოლიტიკურად, რომ ეს პატარა ქრისტიანული ერი იყო მოქცეული დიდ აგრესიულ იმპერიებს შორის და ეს იმპერიები თავის პირადად მოვალეობა თვლიდა, რომ თავს დაგვესხან, გაგვაჩანაგონ, გაგვანადგურონ, მოგსპონ და რაღაცა ძალით მაინც გადავრჩით. რაღაცა ძალით და მე მართალი გითხრათ, არაერთხელ მithქვამს ეს, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ეს მამარდაშვილისეული ახსნა ჩვენი განსაკუთრებულობის რაღაც თვალსაზრისით. აი მამარდაშვილი ამბობს ასე, რომ საქართველოს ისტორია ტრაგიკულია და ამდენად ტრაგიკულია მისი კულტურაც, მაგრამ ამავე დროს ამ ისტორიის ქართულ ხასიათში არის ერთი გენეტიკური კოდი, რომელსაც მე მხიარულ ტრაგიზმს დავარქმევდი. აი როგორი ცნება, როგორი ამბივალენტური და ამავე დროს ასაღრმავება მხიარული ტრაგიზმია რა. ეს რას ნიშნავს მამარდაშვილისეული ახსნით, რომ ეს ისტორია ტრაგიკულია, მაგრამ ქართველებში არის ეს თანდაყოლილი თვისება, სიხარულის ტალანტი, ანუ სიცოცხლის ტალანტი. აი ამ სიცოცხლის ტალანტმა გაგვაძლებინა ჩვენ მისი აზრით, რომ ეს იყო ჩვენი გამოწვევა ბედის მიმართ და ამითი მოვახერხეთ ის, რომ დავძლიეთ ყველა მართლა უდიდესი განსაცდელი, რომელიც გვატყდებოდა თავს.
ხოდა მე ასე მგონია რომ ამ ტალანტის შედეგია ის რომ საქართველოში შეიქმნა მართლა ასეთი მდიდარი და რაც მთავარია ჰუმანისტურ იდეალებზე დამყარებული კულტურა. აი ჩვენი კულტურა თავიდანვე რომ გადახედოთ, მე მაგალითად მგონია საოცრება რომ მეხუთე საუკუნეში უკვე შეიქმნა ძეგლი, სადაც ქალი ეწამება იდეისათვის. აი იდეისათვის მებრძოლი ქალის ასეთი მართლა ჰუმანისტური იდეა პირველად საქართველოში დაიბადა მეხუთე საუკუნეში. რომ აღარაფერი ვთქვათ მე-12 საუკუნეზე, როდესაც მე-12 საუკუნე რა იყო ეს ბნელი შუა საუკუნეები და იმ დროს საქართველოში გაჩნდა ნამდვილად რენესანსული იდეები. აი ნამდვილი რენესანსული იდეა არ ვიცი თუნდაც გენდერული თანასწორობა დღევანდელი ენით რომ ვთქვათ არა ნუ მისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია ან იდეა ერთმანეთის ურთიერთდახმარებისა ემპათიისა თანაგრძნობისა უწმინდესი იდეა მე არ მეგულება საერთოდ აი კაცობრიობის ისტორიაში ამაზე უფრო მაღალი ცნება ვიდრე ეს არის სოლიდარობა, თანაგრძნობა და სოლიდარობა. ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირს არ დამდრიდად, გული მისცეს გულისათვის სიყვარული გზად და ხიდად, აი სიყვარული გზად და ხიდად. აი ეს არის რაც ამოძრავებს რუსთაველის გმირებს და ალბათ ეს არის რაც ამოძრავებდა ქართველ ადამიანს საუკუნეთა მანძილზე და ალბათ იმიტომ მოვედით დღევანდელ დღემდე. ჩვენი ინსტინქტიც იყო რომ სულ ვეძებდით მეგობრებს და ჩვენი მეგობრები ყოველთვის აქეთ გვეგულებოდა დასავლეთისგან. აი დაწყებული ვახტანგ გორგასლით, რომელმაც როდის თქვა სიყვარულს ბერძენთასან დაუტევებთ. ბერძენი მაშინ ნიშნავდა ევროპელს, ანუ ევროპელთა სიყვარული გვიანდერდა. სხვათა შორის ერთხელ პარიზში რაღაც კონფერენციაზე მე თქვი და იქ ესეთი გამოხმაურება ქონდა ამას ერთმა ძალიან ცნობილმა მოღვაწემ თქვა რომ ვერ წარმომედგენა რომ დღეს აქ გავიგონებდი რომ რომელიღაც ქვეყანაში რომელიც ასე მოშორებულია ჩვენსგან და რომლის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით თურმე იქ უკვე მე-5 საუკუნეში ჩვენ სიყვარულზე ლაპარაკობდნენ და ეს მართლა ესეთი საოცარი რაღაცა არის იცით აი სიყვარულს ევროპელთა სიყვარულს ნუ დაუტოვებთ ეს ამდერძი იყო მისი ხოდა აი ასე აი ამ განცდით მოვედით დღევანდელ დღემდე და რა გითხრათ ახლა დღეს მართლა საფრთხე მოკრება ამ იდეას მაგრამ ის იმდენად ხალხის გულიდან არის ამოზრდილი ეს სწრაფვა დასავლეთისკენ და რატომ? უბრალოდ იმიტომ რომ მე იმიტომ ლაპარაკობდი ჩვენს კულტურაზე რომ ჩვენი ფასეულობები ემთხვევა ევროპულ ფასეულობებს. ეს ის კი არ არის რომ ჩვენ გავეცანით უცებ დღეს ევროპულ ფასეულობებს და ვაღიარებთ ის როგორც უმაღლესი ფასეულობები. არა, მთავარი ის არის რომ ის ჩვენი ფასეულობებიც არის, ჩვენი კულტურის მონაპოვარია. და ამასთან დაკავშირებით ახლა გამოვთემ და მოგიყვეთ ეს ერთი ასეთი ისტორია. ევროსაბჭოს პარლამენტის პრეზიდენტი ლორდი რასელ ჯონსტონი ერთხელ ჩამოსული იყო საქართველოში. მას მერე რაც უკვე ჩვენ გავხდით ევროსაბჭოს წევრი და ზურაბ ჟვანიამ თავისი ჩვეული რაღაც ესეთი გაქანებით და არ ვიცი უნარით მართლა ადამიანების დაფასებისა და მიღებისა მოაწყო ასეთი მოგზაურობა. ჩვენ გადავფრინდით ვერტფრენით ჯერ სამებაში, აი პირდაპირ სამების გვერდით დავსხედით ყაზბეგში. საოცარი განცდა იყო, ესეთენ ვერ წარმომედგინა ზემოდან დანახული ჯერ ყაზბეგი და მერე სამება
და მე ყველაფერი ის რასაც იქიდან დაინახა, ისიც გაოცებული იყო რა თქმა უნდა ჯონსტონი, ისეთი საინტერესო კაცი იყო, ისეთი დიდი, მაღალი, ასეთი როხროხა და ჩვენი მართლა დიდი მეგობარი. და მე გამგებელმა პატარა სუფრა გაშალა და აი დავინახეთ მოდიოდა მთიდან ჩამოვიდა წყემსი, აი ყველაფერზე რო ეტყობოდა რომ წყემსი იყო და გამგებელმა დაუძახა მოდიო ის დასვა და რომ მოვიდა გააცნო რომ ესო არისო ევროსაბჭოს ასამბლეის პრეზიდენტი და ეს გაშტერდა ეს დღემსი და ეცა და გადაეხვია ჯერ ეს იყო უკვე საოცრებას მართლა ძალიან გაუცდა რასელი და მე ახლა თქვენ მოგიყვებით ამბავსო აი იმ დღესო როცა კენჭისყრა უნდა ყოფილიყო და უნდა გადაწყვეტილიყო გახდება საქართველოს ევროსაბჭოს წევრი თუ არა ჩვენო წყებსებმა მოვილაპარაკეთ რომ ვინც პირველი გაიგებს ამ ამბავს ის ანთებს ცეცხლსო თავის ფერდობზე ხო ბევრი ფერდობია ასე და მე სხვებიც ანთებენ ცეცხლს და ამით ჩვენ მივესალმებით ევროსაბჭოსში გაწევრიანებასო და მე პირველმა გავიგეო ისეთი რაცია მქონდაო და რაციით გავიგონეო რომ მიგვიღეს ევროსაბჭოში და ავანთე ცეცხლიო და მთელია ეს უცებ აინთო ყველგან ცეცხლები აგიზგიზდაო და ამით ჩვენ ეს ისე გაოცდა რასო თქვენ ვერ წარმოიდგენთ ცრემლები ქონდა თვალებზე და მე თქვა რომ აი ასეთი სახალხო აღიარება ევროპის მე საერთოდ არასოდეს და არსად არ მინახავსო და მე სხვათა შორის ერთხელ უკვე ევროსაბჭოში კორიდორში მოდიოდი და უცებ შორიდან მესმის რასელი მოდის ჩემსკენ და მეძახი შორიდან ლანა it was there in Shakili ხოდა ჯერ ვერ გავიგე რა და იმ წინა დღეს ბომბი რო ჩამოვარდა ერთხელ თუ გახსოვთ ეს რომელი წელი იყო აღარ მახსოვს შატილში ბომბი ჩამოვარდა და ეს გადაირია რომ აი იმ ადგილას იმ შვენიერ ადგილას რომელიც იცოდა რომ იქ ჩამოვარდა ბომბა ესე იგი აი რუსეთის როლი რომ უცებ დაინახა ესე თვალნათლი რომ რა შეიძლება გაუკეთოს რუსეთმა ამ პატარა და მშვენიერ ქვეყანას ერთი სიტყვით სხვა გზა ჩვენ არ აგვაქვს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ეს რაღაც უცნაური გადახვევა ევროპის გზიდან გაუგებარი აუხსნელი და ჩვენი მისწრაფების საწინააღმდეგო ეს დავძლიოთ სწორედ იმიტომ რომ აი რითიც დავიწყე რომ ყოველთვის მარტო ვიყავით ობოლი უნათესაო ერი აი არავინ მთელ დედამიწაზე ის კი არა რომ არ ლაპარაკობს ქართულად უბრალოდ არ ესმის ქართული არც ჩვენ დამწერლობას ხმარობს არავინ მაგრამ ვართ ასეთი როგორიც ვართ ამ ჩვენი ხასიათით ჩვენი თვითმყოფადობით და როგორ გჭირდება მეგობრები ცით არსებობისთვის გჭირდება მეგობრები და მეგობრები მხოლოდ აქ გვეგულება ამ დიდ და ისევ და ისევ თანასწორ უფლებიანობაზე დამყარებულ სამყაროში და ჩვენ უსათოდ უნდა გავხდეთ ევროპის წევრი ეს თქვენი ყველას მოვალეობა დიდი მადლობა ყურადღებისთვის